როგორც ხედავთ, ტურისტული ავტობუსით მოგზაურობას თბილისის ძველ უბნებში ვაგრძელებთ. როგორც შეგვიძლია, ჩვენთან ერთად იმყოფება ისტორიკოსი ბატონი პაატა ბუხრაშვილი. დილომშვიდობისა. დილომშვიდობის, მოგესალმებით. ბატონო პაატა, ხვალდაზე დიდი სამზადისია, ხვალდაზე უკვე თბილისობა არის და საინტერესო იქნება ისტორიულად მიმოვიხილოთ ეს თარიღი. როდიდან აღნიშნოთ თბილისობას? საერთოდ მე სტუდენტი გახლდით 79-80 წელი იყო, როდესაც პირველად აღინიშნა თბილისობა. მაშინ მეორე კურსელი გახლდით და ძალიან ცივი პერიოდი იყო, სადაც ახალგაზრდობა მოგეხსენებათ რა პერიოდია სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში, მით უმეტეს ქალაქში ასეთი სიახლე ხდებოდა და მთელი ჯგუფი წამოვედით, მაშინ ჩემი პატარა ძმაც კი წამოვიყვანეთ, მეშვიდე კლასელი იყო და ძალიან აი რიყეზე ჩატარდა პირველი თბილისობა. აქ იმიტირებული სოფელი იყო მოწყობილი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები იყო წარმოდგენილი და ჩვეულის სტილში ჩატარდა ეს თბილისობა. ოქტომბრის ბოლო იყო, ესე მახსოვს. ერთ-ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილს მოვახლოვდით. თბილისის ცენტრი შეიძლება იყო ხომ ეს ადგილი? ეს არა მარტო თბილისის, თავმად შეიძლება ითქვას კავკასიის ეკონომიკური ცენტრი იყო. ეს გახლდათ ძველი მაიდანი, ესე იგი აქ ჩვენ თუ დავაკვირდებით ესე ქალაქის შემოსასვლელები საიდანაც არის. ესე იგი იქიდან განჯის კარი შემოდის, ზემოდან ავლაბრის კარი შემოდიოდა, აქ ეს პატარა ვირის ხიდი იყო, ესე უწოდებდნენ, ეს საცალფეხო ხიდი იყო და ესე იგი აღმოსავლეთიდან მომავალი ორი გზა, შემდეგ ქვემოდან სამხრეთიდან მომავალი განჯის კარი, ზემოდან აიქეთან მხრიდან წავკისის კარი შემოდიოდა და ზემოთ დღევანდელი თავისუფლების მოედანი როა, იქიდან კოჯრის კარი შემოდიოდა. ფაქტიურად ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შემოსული გზები, საკარავნო გზები აი აქ იყრიდა თავს. შესაძლოა აქ ადრე, როდესაც ეს პროდუქცია შემოდიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, აქ დიდი ყაფანი ედგა, ეგ არის სასწორი და პირველ რიგში ყიდულობდა ადგილობრივი მოსახლეობა თავისი მოხმარებისათვის, შემდეგ უკვე ვაჭრები უკვე გადამყიდველები დღევანდელი სახელით, ასე ისინი ყიდულობდნენ, მათ ჰქონდათ უფლება რომ მერე შეეძინათ. პირველ რიგში ქალაქის მოსახლეობა შეიძენდა ყველაფერ ამას. ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო და ესეთი მისაღები ადგილი არის ეს და ძალიან ხშირად სტუმრობენ ხოლმე ამ ადგილს. როგორ ფიქრობთ, ძველ თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილად რატო შეიძლება რომ ითვლებოდეს? ტრადიციული ადგილია და გამომდინარე აქედან, ახლა მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს, აქ ასე არ იყო მოწყობილი, რაღაც 7-8 წლის წინ, როდესაც აქ გენერალური რეკონსტრუქცია ჩატარდა, მაშინ გალამაზდა აქ ალბათ. ეს საკმაოდ სტილბანი იყო, ასე ვთქვათ, არაპრესტიჟული, მაგრამ ტრადიციული ძალიან, თავისი დამახასიათებელი ცხოვრების წესით. აი აქ აბანოებია, აქ სავაჭრო ობიექტები იყო, აქ მახსოვს ძველად საბჭოთა პერიოდში აქ გადამყიდველები იკრიბებოდნენ, პატარა ბაღი იყო და თუ კი რაიმე დეფიციტური საქონელი იყო, აქ შეიძენდა ადამიანი. გმადლობ, ბატონო პაატა, იყო უკვე დროა